თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. ეს ოთხშაბათია პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. რატომ არის მნიშვნელოვანი პაციენტის უფლებების დაცვა? რა ზიანი შეიძლება მიადგეს პაციენტს საკუთარი უფლებების დარღვევის გამო? მთავარია რომ ვიცოდეთ რისი უფლებები გვაქვს და ვიქნებით უფრო მეტად დაცული. დღეს ჩვენ სწორედ პაციენტის უფლებების თემებზე ვსაუბრობ. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან გიორგი ხუხია, პაციენტთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, ასევე თამარ კურტანიძე, რომელიც არის ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოში პროექტის მენეჯერი და ნინო ტიტიურიშვილი, პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის ოპერატორი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. პრობლემატურია პაციენტის უფლებების საქართველოში, აქტუალობას არ კარგავს, არაერთ საინფორმაციო გამოშვებას ჩავრთავთ თუ სოციალურ ქსელს გადავავლებთ თვალყურს. ყველა საუბრობს რომ აი ჩემი უფლებები როგორც პაციენტის დაირღვა, დაარღვია ამა თუ იმ კლინიკამ, დაარღვია სახელმწიფომ და ასე შემდეგ. მოდი თავდაპირველად დავიწყოთ საუბარი. რამდენად გაერკვა საზოგადოება რისი უფლებები აქვთ დღეს და მოგმართავენ თუ არა რომ მიიღონ თქვენგან დახმარება კვალიფიციური? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მართლაც ბევრია შეკითხვა სამედიცინო სფეროში მომსახურებასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ რომ თბილისიდან უფრო მეტად არის მომართვიანობა სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებით. და ძალიან ბევრი მომართვიანობა სოციალურ საკითხებზე. მათ არ აქვთ აინტერესებთ ძირითადად თუ რას მოიცავს ეს საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა, რა მომსახურება შეუძლიათ მიიღონ მათ. ძირითადად ასევე ხელმისაწვდომობა არ არის რეგიონებში, ნაკლებია რეგიონებში რეგიონებიდან მომართვიანობა. ხელმისაწვდომობაში რას გულისხმობთ ქალბატონი? ინფორმაციის პრობლემა თუ უკვე რომ მიდიან სერვისის მიღების? აი, ყველაფერი შედის ამ სფეროში. მინდა გითხრათ რომ მიდიან სამედიცინო დაწესებულებაში, მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რა ღირს მათი მომსახურება, რა ღირებულება ის გადახდა უწევთ ამ მომსახურებაში, რა უნდა იცოდნენ, ექიმთან როგორ უნდა მივიდნენ და ასე შემდეგ. კიდევ საკმაოდ რთულია მდგომარეობა, რამდენად ჩემთვის არის ცნობილი პაციენტთა უფლებების მიმართულებით. თუმცა ბოლო პერიოდში ბატონ გიორგი თუ შეგვიძლია ვთქვათ რომ გამოსწორდა მდგომარეობა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ზოგადად ამ მიმართულებით და თუ დავაკვირდებით ერთგვარ სტატისტიკას, ეს ორგანიზაცია უკვე არაერთი წელია მუშაობს, საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი და თითქმის ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თქვენი ორგანიზაციის შესახებ მოიძიოს ინფორმაცია, ცხელი ხაზის ნომერიც რომ უთხრათ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში რომ დაგიკავშირდნენ და ასევე სტატისტიკა თუ შეიცვალა. დავიწყებ თქვენი წინა შეკითხვით, რაც ეხება რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. რეგიონებში არის ძირითადი პრობლემა ის, რომ ნაკლებია ინფორმირებულობის დონე მოსახლეობისა, რა ტიპის მომსახურების მიღება შეუძლიათ. ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში მომსახურებაზე, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თუნდაც არ აქვთ ინფორმაცია, ვთქვათ, როგორია თანადაფინანსების წესი, როგორია სხვადასხვა დაავადების ისეთი დაავადებების სრულად მკურნალობის წესი, რომელსაც მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო. მაგალითად, C-ჰეპატიტის პროგრამა, როგორ უნდა ჩაერთონ პროგრამაში, რა დოკუმენტები არის საჭირო, ვის უნდა მიმართონ განაცხადი, სად უნდა შეიტანონ და ასე შემდეგ. ბევრი დეტალი არის, რომელზეც საკმაოდ დაბალია ინფორმირებულობის დონე, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ამას ვამბობთ ჩვენ სტატისტიკაზე დაყრდნობით. რეგიონებიდანაც არის ჩვენ ცხელხაზზე მომართვები და როდესაც მონაცემებს ვამუშავებთ, ცხადი ხდება რომ აი რაღაც ესეთი ძალიან ბევრი ინფორმაცია არ აქვთ. თბილისში შედარებით კარგი მდგომარეობა ამ კუთხით, თუმცა ჩვენ უკვე მომავალი წლიდან საკმაოდ აქტიურად ვიწყებთ სხვადასხვა კამპანიას. რეგიონები უნდა ჩავრთოთ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ სამედიცინო და სოციალურ სფეროში. ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი არის 2-103-003 და ნებისმიერ
ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგმართოს და მიიღოს 24 საათის განმავლობაში. ჩვენი სამუშაო პერიოდი არის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 18 საათამდე 203-00 ეს არის ნომერი და ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეს უწევთ უფასოდ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებებთან დაკავშირებით კონსულტაციას და გვაქვს ასევე უფასო იურიდიული მომსახურების სერვისიც. ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა კლინიკასა და პაციენტ შორის ურთიერთობა ცდება რაღაც ესეთ ფორმატში გადადის და საჭირო ხდება სამართლებრივი ჩარევა. თუ კი ასეთი შემთხვევა გვექნება, ჩვენ მზად ვართ ასეთი შემთხვევისთვის და ჩვენი იურისტის მეშვეობით პაციენტი თავისუფლებებს ნებისმიერ დონეზე დაიცავს სრულიად უფასოდ. ზოგადად რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და უფლებების დარღვევას მიუბრუნდებით, მანამდე კი მოდით ქალბატონ თამარ, თქვენ გითხავთ, თქვენ ხართ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოში პროექტის მენეჯერი. ზოგადად აი დაახლოებით მე ვიცი თქვენ რა დატვირთვა გაქვთ ამ ორგანიზაციაში და ამ მიმართულების რაზე მუშაობთ. ეს არის შეშემოწმებული პირები, რომელიც დაემატა. რომ აგვიხსნათ რა იყო დღემდე და რა ინფორმაციას აწვდით ადამიანებს, რომლებიც რეკავენ თქვენთან, რა სახის დახმარებას ითხოვენ ისინი. მოგესალმებით, დიდი მადლობა კითხვისათვის. მე მოკლედ გეტყვით ჩვენი პროექტის შესახებ, რომელიც დაკავშირებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობასთან. ეს პროექტი სრულად დაფინანსებული არის ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ტრენინგები ექიმებისათვის, ასევე სოციალური მუშაკებისათვის და ასევე ხშირად ხვდებით სახელმწიფო მუნიციპალური ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს. ვცდილობთ მათ ინფორმირებას შეშემოწმებულ პირთა საკითხებზე, ხოლო რაც შეეხება ცხელხას, ჩვენი პროექტი აი ზუსტად პაციენტის უფლებების ცხელხას დაუკავშირდა და ჩაერთვა ამ მუშაობაშიც, რადგან ეს იყოს შეშემოწმებულ პირთა ინფორმირების ერთ-ერთი საშუალება. ამ შემთხვევაში, ანუ ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ტიპის სახელმწიფო მუნიციპალური პროგრამები არსებობს მათთვის განკუთვნილი და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დარეკოს ამ ნომერზე 103-003 მიიღოს ინფორმაცია თუ რა ტიპის სერვისები არსებობს მათთვის განკუთვნილი და თუ დარღვევის შემთხვევაში უკვე კონკრეტულად ჩაერთოს შესაბამისი გუნდი. ჩვენი პროექტი არის ახალი დაწყებული და თვითონ ამ ცხელხას შეშემოწმებულ პირთა შესახებ საკითხები, ინფორმაცია დაემატა ჯერ კიდევ ნოემბრიდან, ამიტომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას და ნელ-ნელა უკვე დღითიდღე მატულობს მომართვიანობა. არის მომართვიანობაც რეგიონებიდან, ვინაიდან ჩვენი პროექტი ძირითადად მუშაობს რეგიონებში, ეს არის სამეგრელო და კახეთი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში, როდესაც ყველა შეიტყობს უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ჩვენ ცხელი ხაზის მუშაობის შესახებ, უფრო მეტი მომართვიანობა იქნება. აი რა სახის უფლებები ერღვევათ? მიდის დაუშვათ კლინიკაში და ვერ იღებს სერვისს. ზოგადად, როდესაც უფლებების დარღვევაზე ვსაუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ ბარიერებზე ვსაუბრობთ ხოლმე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თუნდაც ფიზიკური გადაადგილება, თუ არ არის ინფრასტრუქტურა, თუ არ არის ადაპტირებული სამედიცინო დაწესებულება, შესაბამისად იგი ვერ შეძლებს ამ ესე ვთქვათ დაწესებულებაში შეღწევას ელემენტარულად. თუმცა შეიძლება ადაპტირებული იყოს ესე ვთქვათ მისადგომი, მაგრამ არ იყოს ადაპტირებული ის აღჭურვილობა, რომელიც მას ესაჭიროება. ამ შემთხვევაში თუ ხდება მსგავსი ფაქტი, მოდით დეტალებს დავაკონკრეტოთ. იცით კონკრეტული მომართვა ჯერჯერობით არ ყოფილა ჩვენთან, რომ დიახ პაციენტმა, რომელსაც არ აქვს ადაპტირებული გარემო, არ არის დაუშვათ აპარატურა, რომელიც მას ადაპტირებულია და მის შესაძლებლობას უფასოვანი გამოკვლევები ჩაიტაროს. ამ შემთხვევაში თქვენ რას აკეთებთ? რა მიმართულებით ეხმარებით? კონკრეტული შემთხვევა ჩვენ ცხელხაზზე მსგავსი ჯერ არ შემოსულა, მაგრამ ჩვენ პროექტის დასაწყისში ჩავატარეთ პატარა კვლევა, რომელიც მოიცავდა ასევე ფოკუს ჯგუფებს თბილისში, თელავში და ზუგდიდში. ეს ფოკუს ჯგუფის მონაწილეები გახდნენ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ეს თემა ცხადია ეხებოდა სამედიცინო სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობას და ის სწორედ მათგან დაფიქსირდა ესეთი ინფორმაცია შემთხვევები, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი საჭიროებენ დახმარებას, მიდიან გარემო არ არის ადაპტირებული და შესაბამისად რას გეკითხებით? აი თავშოთ
გირეკავთ პაციენტი, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. თქვენს ორგანიზაციას მომართავს, რომ ადაპტირებული გარემო არ დახვდა, პერსონალი არ მოექცა ისე როგორც საჭირო იყო, არ იყო შესაბამისი აღჭურვილობა სამედიცინო თვალსაზრისით, რომ მას მიიღო ის სერვისი, რაც ეკუთვნის. ამ შემთხვევაში თქვენი ჩართვის შედეგად, როდესაც შემოდის ზარი, თქვენ რას აკეთებთ? ანუ როგორ გარემოს ადაპტირებას ვერ მოახერხებთ ეს მუნიციპალიტეტის საკითხი საკითხი არის და დიდ რესურსს მოითხოვს. თქვენ რა მიმართულებით? მაგალითად, თუ დაფიქსირდა ფაქტი, რომ რაღაცა პრობლემა შეიქმნა პაციენტსა და ექიმს შორის, ან კომუნიკაციის, ან ურთიერთობის, ან უარი უთხრეს მას სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ამ შემთხვევაში ჩაერთვება ჩვენი გუნდი, რომელიც შედგება ცხელი ხაზის მენეჯერისაგან, რომელიც შედგება ოპერატორისაგან, ასევე ჩვენ გვყავს სოციალური მუშაობის კოორდინატორი, იურისტი, რომლებიც ერთობლივად განიხილავენ შემთხვევას და შემდგომ გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ რა ტიპის ჩარევა შეიძლება განხორციელდეს. უშუალოდ კონკრეტული ესე ვთქვათ მომართვა ჯერჯერობით ჩვენ არ გქონია ასეთი ტიპის დარღვევასთან. ამიტომ ცოტა რთული არის ჩემთვის კონკრეტული შემთხვევა გითხრათ. უბრალოდ ვისაც დასჭირდება ნებისმიერ ადამიანს ასეთი ტიპის დახმარება შეუძლია მოგმართოს და ჩვენ აი ასეთი ტიპით მუშაობთ, ასეთი ესე ვთქვათ ფორმატი არის ჩვენი მუშაობის. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ ნინო, საინტერესო თქვენ ხართ ცხელი ხაზის ოპერატორი ამ შემთხვევაში და თქვენ პირველი იღებთ ინფორმაციას პაციენტისგან უფლებების დარღვევის შესახებ. რამდენად აქტიურია ცხელი ხაზი? დღის განმავლობაში რამდენი ზარის მიღება გიწევთ და რამდენი ადამიანის პრობლემის მოსმენა? დაახლოებით 12-13 ზარი შემოდის დღეში. ძირითადი მომარჩენობა არის საინფორმაციო. არის გამონაკლისები, რომლებსაც არ აქვთ ის ინფორმაცია, რამდენი გადაიხადონ თანხა, რა მომსახურება ეკუთვნით ამ საყოველთაო ჯანდაცვით და დაფინანსება რამდენია, თანადაფინანსება როგორ არის, საოპერაციო დასაფინანსებელი თანხა როგორ მოიპოვონ, სად მიმართონ რომელ სერვის ცენტრს, ან გადავადება უნდათ. აი ძირითადად ესეთი შეკითხვებია. ხდება დავშოთ ფიქსირდება ზარი არაკეთილსინდისიერად იქცევა მედპერსონალი, კლინიკა ამ შემთხვევაში მათი უფლებები როგორც პაციენტის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით კი არ აქვს პრობლემა, მათი უფლებები როგორც პაციენტების ირღვევა. ესეთი ფაქტები თუ აქვს და რამდენად ხშირად? ესეთი კი რეკავენ, არის ესეთი ზარები, მაგრამ არ ფიქსირდება ზუსტად ის არ მჟღამდება, რასაც ისინი ჩივიან, აი ამასთანავე იყო პაციენტი რეკავს და მეუბნება რომ თანხა უნდა გადავიხადო ხელზე, გადასახდელი მაქვს ამდენი. მაგრამ აღმოჩნდა გავარკვიე რომ არ უნდა გადაეხადა ფვითრით ბუღალტერიაში. არ იცოდა სად უნდა გადაეხადა და აპირებდა პირადად მიეცა მედპერსონალისთვის. ანუ არ იციან სად გადაიხადონ, როგორ მოიქცენ, რამდენი უნდა გადაიხადონ. Ani ეს მომსახურების სერვისი კლინიკების პრობლემებიც? რა თქმა უნდა, არის კლინიკების მენეჯმენტის პრობლემა. და ამ მიმართულებით თუ გეგმავთ დაუშვათ გააქტიუროთ უფრო მეტად კამპანია, რომ იგივე კლინიკებთან რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და სწორედ ამ თემით განვაგრძობთ საუბარს. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან პაციენტთა უფლებების ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორი ნინო ტიტიურიშვილი, ასევე პაციენტთა უფლებების ცხელი ხაზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი ხუხია და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოში პროექტის მენეჯერი ნინო კურტანიძე. საუბრობთ პაციენტთა უფლებებთან დაკავშირებით. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ტელეფონის ნომრები 292 1188 292 1199 დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე იმ შემთხვევაში თუ გაქვთ შეკითხვა ირღვევა თქვენი უფლებები როგორც პაციენტის, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ და ისარგებლოთ ცხელი ხაზის მომსახურებით პაციენტთა უფლებებთან დაკავშირებით, სადაც უკვე უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგცემენ და დეტალურად შეისწავლიან თქვენს პრობლემას. და ბატონ გიორგი, ჩვენ რეკლამამდე დავაანონსეთ თემა და მოდით განვავრცოთ ეს თემა, ვისაუბროთ უფრო მეტად თუ რა ხდება დღეს ამ მიმართულებით, რაზეც გვქონდა საუბარი. მე გეტყვით ერთს რომ თავარი პრობლემა დღეს რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა პაციენტის უფლებების კუთხით არის ის რომ
პოტენციურმა პაციენტებმა არ იციან ინფორმაცია არ აქვთ აი ვის უნდა მიმართონ კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში აი თუ პაციენტმა იცის ვისთან უნდა მივიდეს თხოვნით რა ტიპის პრობლემაზე სამედიცინო პრობლემაზე ვის უნდა მიმართოს შედარებით ნაკლებად შეიძლება გართულდეს სიტუაცია ასეთ შემთხვევაში მე მაგალითად გეტყვით რომ იყო ესეთი შემთხვევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის შესახებ რომლის ოჯახის წევრებიც ითხოვდნენ დახმარებას რომ ამ ბავშვს მკურნალობა მიიღო საზღვარგარეთ და ამბობდნენ რომ საქართველოში მათ ვერ შეძლეს საჭირო სახსრების გამონახვა რეალურად აღმოჩნდა ისე რომ ამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ისეთი ანუ ამ ბავშვის ონკოლოგიური დაავადების მდგომარეობა ექვემდებარებოდა საქართველოში არსებული სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებას ანუ უბრალოდ ოჯახის წევრებს სურდათ რომ სოლიდარობის ფონდის დაფინანსებით არ მიიღო ამ ბავშვს ის მკურნალობა რაც მას ისედაც ეკუთვნოდა უფასოდ და მათ უბრალოდ უნდათ რომ საზღვარგარეთ ემკურნალა იმიტომ რომ ჰქონდათ მოლოდინი რომ იქ უფრო კვალიფიციურად და ეფექტურად მიიღებდა ეს ბავშვი მკურნალობას ჩვენ გვესმის რომ უკეთესია საზღვარგარეთ კარ კლინიკებში კარგი იმიჯის მქონე სპეციალისტებთან მკურნალობა თუმცა ეს ასეთ შემთხვევების წარმოჩენა ხდება ისე თითქოს საქართველოში ისინი ვერ იღებენ რეალურად იღებენ საქართველოში უბრალოდ ასეთ შემთხვევების ესე ვთქვათ შეფუთვა ხდება თითქოს საქართველოში არ არსებობს სერვისები ხელმისაწვდომი არ არის რეალურად არის უბრალოდ სწორად არ მიდიან ანუ სწორად არ მიმართავენ ადამიანებს ვისგანაც უნდა მოითხოვონ აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა რა თქმა უნდა ბევრი დარღვევა არსებობს კლინიკებში არსებობს ინფორმაციის არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდების ფაქტებიც თუმცა მე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჩვენი ცხელი ხაზის შემთხვევაში აი კონკრეტულად რაღაც ესეთი кейსი რატომღაც არ შემოსულა ჩვენთან აი რაღაც ესეთი ძირითადად არის ინფორმაციული აი აინტერესებთ უბრალოდ ინფორმაციის მიღება ამ თემ სერვისის შესახებ ბატონ გიორგი აუცილებლად უნდა გითხოთ მედიის წარმომადგენლებს ხშირ შემთხვევაში იგივე ბოლო პერიოდში რამდენიმე სოციალურ ქსელში წავიკითხე რამდენიმე შინაარსის წერილი სადაც ექიმებიც წერდნენ რომ აი ჟურნალისტები არიან დამნაშავეები იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აძლევენ პაციენტებს უფლებებს ისაუბრონ მათზე ტყვილი და ხელის შესწყობა ხდება ჟურნალისტის მხრიდან თუმცა ჟურნალისტი ვალდებულია იმ შემთხვევაში როდესაც ვინმე ამბობს რომ მასი უფლებები ირღვევა მივიდეს და გააშუქოს მოვლენები მაგრამ შეგვიძლია დღეს სალსახად ვთქვათ რომ ყველა შემთხვევაში რომელიც გახმაურებულია რომელთაც თქვენთან არავის არ მოუკითხავს და არ მოუთხოვია მათი უფლებების დარღვევა ექიმების უფლებების თუ ირღვევა ამ მიმართულებით თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა არ არსებობს საერთოდ ყველაფერს აქვს ორი მხარე ისევე როგორც ბევრია ხშირია შემთხვევები პაციენტის უფლებების დარღვევისა ასევე ხშირია ბუნებრივია ექიმების უფლებების დარღვევა რაღაც თუნდაც იმიტომ რომ ვთქვათ ოჯახის წევრები რა თქმა უნდა პირველ რიგში ექიმს ადანაშაულებენ თუ რაღაცა ცუდი შედეგი დადგა მკურნალობისას და შესაძლოა ეს ემოციური ფონითაც იყოს განპირობებული და ამ შემთხვევაში ყოველთვის არ შეიძლება რომ ექიმი დავადანაშაულოთ და იმისათვის რომ ვთქვათ უფრო რეალური სურათი დაიდოს აი ამ მიმართულებით რასთან გვაქვს საქმე რა არის აი ამ პრობლემების პაციენტის უფლებების დარღვევების გამოწვევის მიზეზი ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ესეთი მასშტაბური კვლევა ჩაგვეტარებინა საქართველოში ექიმთა საჭიროებების შეფასების კითხვარი რომელიც ამ პრობლემას მეორე მხრიდანაც აგვანახებდა ანუ მხოლოდ პაციენტის გადმოსახედიდან არ გვექნებოდა სურათი რომ ექიმები არიან რაღაცა ცუდები ცუდი სამედიცინო მომსახურება არის ყველგან და ასე შემდეგ რეალურად ჩვენ დავინტერესდით ექიმების გადმოსახედიდან აი რატომ რა არის აი ამ პრობლემების გამოწვევის მიზეზი კითხვარში ჩამოთვლილი არის შეკითხვები რამდენად აქვთ მათ საშუალება პროფესიული განვითარებისა აი რამდენად ხშირია მათი მონაწილეობა თქვათ საერთაშორისო კონფერენციებში თუნდაც ადგილობრივ კონფერენციებში რამდენად ეცნობიან ისინი ახალ სამედიცინო გამოწვევებს ახალი პრეპარატების შესახებ რამდენად აქვთ ინფორმაცია მკურნალობის ახალ მეთოდებთან დაკავშირებით ასევე როგორია ვთქვათ მათი ანაზღაურება რამდენად ესეთი სრულყოფილი სამუშაო გარემო აქვთ იმისათვის რომ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიაწოდონ პაციენტებს ამ ეტაპზე კვლევა დასრულებული არ არის თუმცა მე მაქვს შავი მონაცემები და სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე რომ ექიმების უმეტესობა ამ კვლევაში ასევე დავაფიქსირებ რომ მონაწილეობა იყო კონფიდენციალური და ეს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის ამ მონაცემებს და ამ ეტაპზე რაც მაქვს მონაცემები შეიძლება ითქვას რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა ექიმების გადმოსახედიდანაც იმიტომ რომ მათ უმეტესობას არ აქვს პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მით უმეტეს
უმეტეს უფრო ცუდი მდგომარეობა არის სახელმწიფო კლინიკების შემთხვევაში, კერძო კლინიკები მეტნაკლებად უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ჩვენი დაკვირვებიდან ესე გამოჩნდა, ჩვენი კვლევიდან. ასევე არის საკმაოდ დაბალი ანაზღაურება და мотиваცია სამედიცინო პერსონალის, ასევე არის საკმაოდ ბევრ შემთხვევაში დაფიქსირდა პასუხები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ აქვთ სრულფასოვანი გარემო სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მისაწოდებლად, ასევე არის დროის ნაკლებობა, თქვა დღის განმავლობაში, განსაკუთრებით საყოველთაო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ რიგით ექიმებს ძალიან ბევრი პაციენტის მიღება უწევთ დღის განმავლობაში და რა ვიცი რეკორდულად ხო დატვირთვა გაიზარდა, ანაზღაურება დარჩა იგივე, დატვირთვის გაზრდამ გამოიწვია ისიც, რომ თითოეულ პაციენტთან ხდება ძალიან ესეთი ზედაპირული კონსულტაციები, თქვათ ძალიან ცოტა დრო აქვთ მათ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი უნდა მიიღონ დღის განმავლობაში და რაღაც ბევრი პრობლემა გამოვლინდა რა, რაც დასახვეწი არის და ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დასკვნა და სარეკომენდაციო ხასიათის მონაცემებს აუცილებლად გვექნება ამის პრეზენტაციაც კვლევის დასრულების შემდეგ და შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ და შემდგომ ალბათ მოხდება ამ ყველაფერზე რეაგირება. მნიშვნელოვანია ეს თემაც, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ექიმების უკვე ხდება ექიმების უფლებების დარღვევა ამა თუ იმ პაციენტის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმპცია თალსახად და ერთმნიშვნელოვნად ირღვევა ყველა შემთხვევაში. და ქალბატონ თამარ, საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენთ თქვენ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოში პროექტის მენეჯერი ხართ. საერთაშორისო პრაქტიკაში რამდენად ხშირად ხდება იმ ისეთი მსგავსი პრობლემები, როგორიც არის საქართველოში შეშმულ პირებთან დაკავშირებით? როგორ არის საერთოდ განვითარებული სახელმწიფოების უფლებების თემაზე ვსაუბრობთ და ეს არ არის რა თქმა უნდა ჩემი მონაგონი, არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომა, როცა ვსაუბრობთ უფლებებზე და ხელმისაწვდომობაზე, ყოველთვის ვსაუბრობთ ბარიერებზე. ნებისმიერ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო მომსახურებისთვის დამახასიათებელია გარკვეული ბარიერები, არ არის მნიშვნელობა ეს საქართველო იქნება თუ სხვა ქვეყანა, შეიძლება განვითარებულ ქვეყნებზეც ვისაუბროთ, ასევე ეს ბარიერები დაკავშირებული არის როგორც ფინანსებთან, ასევე ინფორმაციის ნაკლებობასთან, დისკრიმინაციასთან, გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასთან, ხარისხიანი მომსახურების მიღებასთან, ეთიკურად მიწოდებასთან, ანუ სერვისის ესე ვთქვათ, ეთიკური მხარის მოგვარებასთანაც, ანუ პაციენტსა და ექიმს შორის რამდენად ეთიკურად მიმდინარეობს ეს ურთიერთობა, თუ არის პაციენტის უფლებები დაცული აი ამ კონტექსტში. ასე რომ ეს არის არა მარტო საქართველოს პრობლემა, არამედ ეს არის საერთაშორისო გამოცდილება და დამახასიათებელია ჩვეულებრივად ჯანდაცვის სისტემისთვის, დამახასიათებელია სამედიცინო მომსახურების სარგებლობის შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა და ქალბატონ მინო, მინდა გითხოთ ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც ამოქმედა ბოლო პერიოდში საქართველოში, ელიმინაციის პროგრამა, თუ არის ამ მიმართულებით პრობლემები, იმიტომ რომ სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, რაც გვხვდება დაავადებულ პირებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრია მომართვიანობა ჰეპატიტთან დაკავშირებით, მაგრამ მომართვიანობა არის ყველაზე მეტი იმაზე ამ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით. მოსახლეობამ არ იცის სად მივიდეს, სად გაიკეთოს გამოკვლევები, რომელი კლინიკებია ამ პროგრამაში ჩართული, რა საბუთებია მოსაგროვებელი და სად მიიტანონ ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად. ძალიან ბევრს აინტერესებს და ნაკლებად არის მომართვიანობა, ასევე კიდევ მინდა ხაზი გაუსვა ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონებიდან მომართვიანობას. რეგიონებიდან ნაკლებია ჰეპატიტზე. რეგიონებში შეიძლება ითქვას, რომ თუ დედაქალაქში არის მსგავსი პრობლემა, რომ ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ ადამიანებს, რეგიონებში უფრო მეტად საგანგაშოა მდგომარეობა? რა თქმა უნდა, უფრო საგანგაშო იქნება, რა. ამ შემთხვევაში რა უნდა განხორციელდეს იმისთვის, ერთ-ერთი მეტი ჩართულობაა საჭირო, მეტი ინფორმირებულობაა საჭირო მოსახლეობაში, რეგიონებში, თბილისში და უფრო მედია საშუალებებით, გაზეთებით, ტელევიზიით, ინტერნეტით. ამ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პრობლემა თუ აქვს რომელიმე მოქალაქეს თუ დაფიქსირდა მსგავსი? არავის არ დაუფიქსირებია ეს აზრი, რომ რამე პრობლემა შეექმნათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად. ერთადერთი პრობლემა აქვს ის, რომ კერძო დაზღვევის გაუქმების შემთხვევაში ყველა მოქალაქე ავტომატურად ირთვება მინიმალურ პაკეტში. და
აი ეს პრობლემა უფრო აწუხებს საზოგადოებას. პაკეტიც რომ გავმარტოთ. მინიმალური პაკეტი მოიცავს ძალიან მინიმალურ მომსახურებას, რომელშიც შედის მხოლოდ ოჯახის ექიმის მომსახურება და სხვა მეტი არაფერი მინდა გითხრათ. როგორ უნდა მოხდეს რომ მინიმალური პაკეტით არ დავკმაყოფილოთ თუ საყოველს კერძო დაზღვევების ამ ეტაპზე მიდის მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსი რომ ეს მინიმალურ პაკეტში საყოველთა კერძო დაზღვევაში ჩართული მოქალაქეები არ მოხდნენ მინიმალურ პაკეტში. შეიძლება ამ წელში ვერ მოესწროს ეს პროგრამა, მაგრამ იქეთა წელს აუცილებლად იქნება შესაძლებელი რომ კერძო დაზღვევის მომხმარებლები ჩაერთონ ყველა ბაზისურ და სხვა პაკეტებში. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით გადაცემაში რეპლიკის სახით მოგცემ საშუალებას თუ გნებავთ კიდევ რამ პაციენტებს კიდევ ერთხელ რომ მიმართოთ სად დარეკონ როგორ დარეკონ როგორ მოგაკითხონ და როგორ დაიცვან თავისი უფლებები. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ საქმიანობთ ამ მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე როგორც პაციენტს არაერთხელ მქონია დავუშვათ შეხება მედპერსონალთან დაურღვევია ჩემი უფლებები ხშირ შემთხვევაში შეიძლება მეც დამირღვევია ექიმის უფლებები არ არის გამორიცხული და ძალიან კარგია როდესაც არსებობს ორგანიზაცია სადაც დარეკავ მიიღებ კვალიფიციურ მომსახურებას და აგიხსნიან გაგიმარტავენ თუ როგორ უნდა მოიქცე და რა უნდა გააკეთო და ბატონ გიორგი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს სად უნდა დარეკონ როგორ უნდა მოგმართოთ. თქვენ ნებისმიერ მედია საშუალების წარმომადგენლისთვის საინტერესო არის კონკრეტული თქვათ შემთხვევებით საუბარი რომ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდეს ეს პრობლემა და იმისათვის რომ ჩვენ შემდგომი სტუმრობებისას და შემდგომი თანამშრომლობისას გქონდეს ესეთი მაგალითები აუცილებელია რომ მოქალაქეებმა მოგვბერთონ აუცილებლად. პრობლემა არის ისიც რომ ადამიანები არსებული პრობლემის შესახებ არ მიმართავენ თუნდაც ჩვენ ხელხას და არ ფიქსირდება როგორ წარმოგიდგენიათ რამდენი დარღვევა ხდება ხო აი ამ მიმართულებით მაგრამ აი რაღაცა რატომღაც არსებობს ეს სტიგმა რომ კონკრეტულ რაღაც ესეთი ადამიანები თავს იკავებენ ხოლმე მომართვისგან და მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩვენს ტელეფონის ნომერს 200 ეს არის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი რომელიც ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე მუშაობს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის უფლების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს გაუწიოთ როგორც სამედიცინო სოციალური კონსულტაცია, ასევე საჭიროების შემთხვევაში უფასო იურიდიული დახმარება. ჩვენი ცხელი ხაზი მუშაობს უკვე რამდენიმე წელია და საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჩვენს ხელთ არსებული სერვისები მივაწოდოთ ნებისმიერ დროს. ქალბატონ თამარ, რას დაამატებდით უკვე იმ პროექტთან დაკავშირებით რომელიც ნოემბრიდან ამოქმედ და სიტყვით ზოგადად მიმდინარეობის შესახებ. რეზიუმესავით რომ გავაკეთოთ გადაცემის ბოლოს. ჩვენ გვინდა რომ ისე ვთქვათ ჩვენ იმ ადამიანებმა ვისაც აქვთ კონკრეტული საჭიროება და არიციან სად უნდა მოგმართონ ან როგორ უნდა მოგმართონ ყველამ დარეკოს ჩვენს ხელხაზზე 203 და ჩვენი გუნდი რომელიც შედგება ცხელი ხაზის მენეჯერისაგან, ოპერატორისაგან, სოციალური მუშაკისაგან, რომელიც მუშაობს ასევე, ანუ ჩვენ მუშაობთ არა მარტო ჯანდაცვის საკითხებზე, არამედ სოციალურ საკითხებზეც და აი ეს არის სიახლე ჩვენი კომპონენტი დაემატა ამ ცხელ ხაზს, სოციალური მუშაკი, რომელსაც უშუალოდ შეუძლია როგორც ინფორმაციის მიწოდება, ასევე კონკრეტული პრობლემის მოგვარება. იგივე ამ ქულებთან დაკავშირებით შეიძლება რომ ისეთოს აუცილებლად ჩვენი მსმენელებისთვის განსაკუთრებით სოციალურ თემებთან დაკავშირებით შეუძლია ინფორმაციის მიწოდება და ასევე უშუალო კონსულტაციის გაწევაც და დახმარებაც და ასევე თუ საჭირო გახდება ჩაერთვება იურისტიც იურიდიულ საკითხების მოგვარებაში. დიდი მადლობა. გასაგებია, უღრმესი მადლობა რომ სტუმრობდით გადაცემას. მე წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმრები იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოში პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე, ასევე პაციენტთა უფლებების ცხელი ხაზის ოპერატორი ნინო პიტურიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი გიორგი ხუხია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ სტუმრობდით გადაცემაში. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ მოხვალთ ჩვენთან და ვისაუბრებთ უკვე უფრო მეტად თუ რა უფლებები იყო და გამოიკვეთება არა ის რომ კონკრეტულად ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია თუ სად უნდა მივიდნენ და რა სერვისი უნდა მიიღოთ, არამედ უკვე რეაგირება მოგიწევთ კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით და საზოგადოების ინფორმირებულობა თუ რა ეკუთვნით სახელმწიფოს მხრიდან რა სერვისის მიღება არის მათთვის საჭირო და სასურველი, ექნებათ ამის შესახებ ინფორმაცია და ცხელი ხაზის ოპერატორებს უკვე ამ შეკითხვებით აღარ დაგიერგავთ. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ჩვენ კი დავბრუნდებით მომავალ შაბათს უკვე სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად.
რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება?